მოკლედ, რა ვიცი, ბალონში როცა ვამუშავეთ, იმდენად კარგად იმუშავა, ასე რომ ვთქვათ. იქ და იმდენად კარგად იქოქებოდა, რომ ანუ ამას აქვს წესი, რომ ეს გაზი უნდა დავაყენოთ ამის პარალელურად, პაცოცი მოვწიოთ, გამოვკრათ და დაიქოქოს ესე. ესეა იამაჰაზე. მაგრამ ამან იმდენად ზუსტად და გამართულად იმუშავა, რომ ამნაირ რაღაცეებს არ საჭიროებს, არაფერს არ უწევ, ყველაფერი მაქვს მინიმალურზე და პაცოციც მაქვს ჩაწეული და გამოვკრავ ახლა და დავქოქავ და დავიწყებთ ათვლას. აბატონო ჩემ, ერთი გამოთქმა და ძრავი მუშაობს იდეალურად, რო იქია და აგერ სატესტო ასე რომ ვთქვათ, პომპის სატესტო წყლის წნევა, რო ცირკულირება არის იდეალური, ამას უნდა მიაქციოთ აუცილებლად ყურადღება. ესე გემრიელად იქოქება ჩვენი ძრავი, ბრუნი ამ წუთში ახლა სანამ ცივი არის, გვაქვს 2500-2550, ახლა ეს შეიძლება 100 ძევით ქვევით ითამაშოს, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს რეალურად, ასე რომ ვთქვათ რა. და ახლა ეს რომ ასე რომ ვთქვათ, გათბება ძრავი 1-3 წუთში, 5 წუთში ეს ჩამოვა სადღაც 1700-ზე და მერე დავიწყებთ მოძრაობას. აი, 5 წუთის შემდეგ ძრავი გათბა და აი როგორ დადის 1700-ის ნიშნულამდე ჩამოვათო თქვი და აი 50-იანი სხვაობით ბრუნში დადის ზევით ქვევით. 100-იან სხვაობას არ სცდება ბატონო ჩემ. და ძრავი როგორ მუშაობს, უბრალოდ უყურეთ, არანაირი ზედმეტი დიორგანიები, არანაირი დეტონაციები, იმიტომ რომ ორივე პორშინი აკმაყოფილებს იმ პარამეტრებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ერთმანეთთან სხვაობაში და თანხვედრაში, ასე რომ ვთქვათ, ატმოსფერული წნევის ამბავში, რა, როდესაც დაიტესტა ყიდვისას ეს ძრავი. აი, საათივით მუშაობს, რასაც ქვია რა. ეხლა ეს ცოტა მოჭარბებული კვამლი, ვიცით რომ არის ზედმეტი ზეთის ამბავი. ეხლა კი მოკლედ წავედით და ჩავაგდეთ სიჩქარეში და დავიწყეთ ამ სიჩქარით სიარული 3 წუთის განმავლობაში. ეხლა თავს დავაფარებთ და დავიწყებთ სიარულს.